9 საათიდან 04 წუთია თბილისის დროით. და ჩვენ დავიძარით. ქუთაისში. ქუთაისში. ეს ყავა ქუთაისში არ უნდა ჩასულიყო. უნდა ჩასული. აი სპონტანურად დავგეგმეთ სამყაროსა და თან არ გველოდებიან. ჩვენ ბებოს და ბაბუს უნდა გავუკეთოთ სიურპრიზი. არა, აი საერთოდ არ იციან, რომ დღეს მივდივართ და ამატარებელში ვართ. შევხვდებით ქუთაისის ქუჩებში. შეხვედრის ემოციები წინ გველოდება. კი. ურეკათ ბებოს. გამარჯობა. აი შენა. დედიკო მის. ანდრი. ვიცი მომწევი. აი მე ის ყავას გამომწერი ვარ. აი მე ის ყავას ვიდეოში ვარ. ჰელო. ბებო. დედიკო. ასაკა მომატყო. ეს ჩემი სკოლა, წამ. იცი რა მგონია, რომ საქართველოში ყველაზე ლამაზი ეზო აქვს ქუთაისის მეორე საჯარო სკოლას, რომელიც თავიდან იყო 1880 წელს პირველი ქართული სკოლა ქუთაისში და შემდეგ უკვე გიმნაზია. აი აქ რომ მოვდიოდი, ჩემ კლასელებს ვეტყოდი, რომ ხომ არ იხედება თქო იმ ფანჯრიდან ჩემი მუსიკის მასწავლებელი, რომ ვიმალებოდი და ვიპარებოდი სკოლიდან. აი იმ ფანჯრიდან მიყურებდა ჩემი მასწავლებელი და მეტყოდა სოფო ამოდი და კლასელებს ვაგზავნიდი. წინა სწავლენა. რამდენი 7 წელი. 7 წელი ისწავლე? მეორე მუსიკალურ სასწავლებლებში. ფორტეპიანო. ვიყიდოთ ინსტრუმენტი საფოს. დაყოთ რა ისწავლა. ამოეზო ნახე. როგორი ლამაზია და მე შენობა უკვე რომელიც 1913 წელს გაიხსნა. და საერთოდ ამ სკოლის ისტორია იწყება 1880 წლიდან და 145 წლისაა და მოდი ვნახოთ ეს 145 წლისაა. ავე იოსებ ოცხელის სახელობის არის ეს სკოლა, მეორე სკოლა და იოსებ ოცხელი იყო არა მარტო პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, არამედ იყო ასევე ქართული განათლების სისტემის ერთ-ერთი დამფუძნებელი. და მის სახელს უკავშირდება ზუსტად ამ გიმნაზიის, სათავადაზნაურო გიმნაზიის შექმნა, პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შექმნა ქუთაისში. ეს სკოლა დაამთავრე შენ, დაამთავრა მამა ჩემა, ბიძა ჩემა, მამიდა ჩემა. მთელი ტრადიციულად ჩვენ სკოლაში მთელი ოჯახი სწავლობდით აქ და რა თქმა უნდა ჩემაც მამა. აქედან შევდიოდით ჩვენ სკოლაში, აი ამ კარიდან. სავარაუდოდ დღეს ეს არ არის ცენტრალური შესასვლელი. ამ კარიდან შევდიოდით სკოლაში. აი ამ შენობაში ეს არის სამშობია რომ დაიბადე შენ. ეს არის? ხო და სხვათა შორის აი ამ კლასში ვიჯექი ხოლმე, აი გაჩვენებთ, აი ზუსტად პირველ სართულზე, აი ამ კლასში და ვუყურებდი სამშობიაროს ხოლმე და იქიდან ემოციებიც გვესმოდა, როცა ბავშვი დაიბადებოდა და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად მეც აი ამ შენობაში შემედინებოდა შვილი ანანო, შენ. შვილი ანანო. აი ეს ჭადარი რომელზედაც დავწერე ჩურჩულებს ჭადარი. ჩემი პირველი ჩანახატი, კი. აი ეს არის ის ჭადარი. მე მგონი როცა მივხვდი რომ ჟურნალისტობა გინდოდა. კი, და ეს ზუსტად ეს ის ჭადარია, რომელზედაც დავწერე და რამდენი წლისაა? იქედან დაიწყო. ძალიან დიდი ხნის. ხო, 155 წლის არის სკოლა, სავარაუდოდ ამ ასაკის იქნება, მაგასაკის იქნება. კი, იქნება ეს ჭადარი.
მოკლედ ვიყავით სოფო სკოლაში. შიგნით ვერ შევედით გამოცდების გამო და აღარ შევეწინააღმდეგთ, იმიტომ რომ ბავშვებს ხელი არ შეუშალოთ. სწავლა. და იოსებ ოცხელის ძეგლი გვიმშვენებს შუაში. ჩვენს კადრს. ესო დაგათვალიერებინეთ, როგორც შევძელით. და მოკლედ ეს არის სკოლა, სადაც ძალიან ბევრი ნიჭიერი ისეთი ადამიანი სწავლობდა, ვინც მერე თავის საქმეში სერიოზული სიტყვა თქვა. არა, კი, რა თქმა უნდა. ხო და მე მგონი შენს კიდევ წინ გაქვს წარმატებები შენ სფეროში, საუბრო. მე ახალმა თაობებმა პოდკასტში მოგიხსენიან, რა ეს სკოლა. სოფიო კიკოძე დაამთავრა. მადლობა შენ სკოლა, სოფ. ახლა საით მივდივართ? სად უნდა წავიდეთ? ქუთაისში ჩამოხვედით და თეთრხიძე არ გავიდეთ? თეთრხიძე გავალთ. ამორიცხული. ქუთაისში იმდენი რამე ასანახავი, რომ ერთ ბლოგში ვერ ჩავეტევით ერთ ეპიზოდში. ამიტომ ანუ ჩვენი საყვარელი ადგილები და აუცილებლად სანახავი ადგილები. თასუ ერთი დღე გვაქვს, დღე ნახევარი. და ვნახოთ, რასაც მოვასწრებთ. და ყველაფერს გაჩვენებთ. დროებით თეთრხიძიდან გავაგრძელებთ. უცბად გადავათვალიეროთ ის წარწერები, რომელიც ხიდზე არის გაკეთებული. ნახე. მაშ გაუმარჯოს ბებერ ქუთაის საიმერეთოს ლამას დედოფალს. დილინ უცუბიძე. რეზო გაბრიაძე არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა, აღარც ქარია და არც ნიავი ჯერ. გლიცინების სუნი აქვს თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი. რეზო გაბრიაძე. წავედით სოფ. შენი ქუდით და პიკასოს ბიჭი თავისი ქუდით. საბაგირო არ არის ჩამოსული. უნდა გამოიაროს და ველოდებით საბაგიროს გამოჩენას. სად მოვედით? პავლოიაში უნდა ტიცენტაბუს. და ახლა გეხედავთ ლეგენდარულ ადგილს, ვიკენდიას საკაბავეს. იყავს ვიკენდიას საკაბავე? რამდენჯერ გაგასინდული? ერთხელ? ქუთაისში ყავს ერთხელ გაგასინდული? კი, რა ვქნა, ესე. ის ყავა ქუთაისშია? ის ყავა და მზე, რა თქმა უნდა. ახლა ვიკენდია საკაბავეში რომ შევიდეთ. ვება გადაირევა, იმიტომ რომ სადუს უნდადეს. სახში ვეღარ მივალ. მე მივალ. ვიცი რა გეტყვის? ვიკენდია გირჩევნიათ? ჩემსად ივსო და რა, ჯობია წავიდეთ. არ გვინდა შარში ჩაგდები. არა. აი ესეც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა. განარჩენი ყველაფერი უსიტყვოდ. ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლიც. თურმე როცა ქუთაისში ბრტო ეკროდა სიოს მერი შეყვარებია მაშინ გალაქტიოს მერი შეყვარებია მაშინ გალაქტიოს თეო ჩამოვედი ქუთაისში და დამხვდა ის ყავა. ეხლა გავსინჯო. გავსინჯო. თეო ჩვენ კლასელები ვართ, მაგრამ ჩვენმა YouTube მაყურებელმა არ იცით ეს ვართ კლასელები. დღეს ვიყავ ჩვენ სკოლაში.
და გამახსენდა ჩვენი ბავშვობა და თან ჩვენი სკოლის მსგავსი ეზო აბსოლუტურად არც ერთ სკოლას არ აქვს თელზეთან საქართველოში და რო შევედი გამახსენდა ჩვენი გაკვეთილები თანჯდა რო ვიყურებოდი ბავშვები რო ვიყავით პატარები ჩვენ ახლა ნაცია შემოგვიერთდება კიდე ჩვენი კლასი ჩვენი კიდევ ერთი მეგობარი კი თეო რატო გვიყვარს ქუთაისი რატომ მიყვარს ქუთაისი? ჯერეთი რომ აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. თითოეული კუთხე-კუნჭული ჩემთვის ძალიან საყვარელი და ნაცნობია. ძალიან ბევრი მოგონებები მომყვება 100%-დან 90% ყველა დადებით. და მიყვარს ჩვენი ქალაქი ზოგადად, იმიტომ რომ მართლაც გამორჩეულია მსოფლიოში. შეიძლება თამამად ითქვას ამაზე. ზოგადად არის მყუდრო, შეკრული, ნამდვილად ქართული. ყველა ერთმანეთი უყვარს, ყველა ერთმანეთის მიმით ხვდება. რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ის სიტყვა მაინც სიყვარული მაინც მოყვება ამ ქალაქს დღემდე. ნახოთ მომავალში რა იქნება. იმედია შევინაც ძალიან მიყვარს ეს ჩვენი სკოლის პერიოდი, ძალიან ბევრი მოგონებები მაქვს ჩემ შვილებსაც, ჩემი მეგობრის შვილებსაც ვახალისებ ამ ჩვენი მოგონებებით და ამ ჩვენი ცოტა ესე რომ ვთქვათ, ჟარგონულად ხულიგნობებით. იმიტომ რომ ვიყავით ძალიან ლაღები, ძალიან ბავშვურები და მე მგონი თითოეული დღის გათენება გვიხაროდა და ერთმანეთის ნახვა და შეკრება. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ყოველ შემთხვევაში ეს იყო. და კიდე მე იცი რა მგონია რომ ჩვენ ერთმანეთს გვარებით მივმართავთ ხოლმე, ხო? აი ლიკლიკაძე, ხო, დღემდე. რომ ვრეკავ ლიკლიკაძე, ან კიკვაძე, ზვიადაძე, ვასაძე. ირაკლი უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ მე მგონი ჩვენ არხზე მოვიწევ ერთხელ კიდე კლასებს და ვასაძეს იქნება. იმედი მაქვს გიყურებს ახლა. და ეს არის დიდი სიყვარულის ნიშანი. მე ასე მგონია. იმას არ ნიშნავს რომ მაინდამეტ სკოლაში რო გვარებით, ჟურნალში რო გვარებით ვიყავით. არა, აი მე რო გამოყვა. მე მგონი ეს არის იმის ნიშანი რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ჩვენი კლასელების უმეტესობა რა. ყველა არის თავის სფეროში ძალიან წარმატებული. ხო და ხა ნაცია მოვა რომელიც უცხოენების სპეციალისტი, შენც ინგლისური სპეციალისტი ხარ. უნივერსიტეტში ნათიას ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობა აქვს, ხო, ქუთაისის უნივერსიტეტში? კი, ნამდვილად. ხო და ასე რომ შემოგვიერთდება ზვიადაძე და მოდი გავიხსენოთ ზვიადაძესთან ერთადაც ჩვენი კლასი. მოვიდა ჩვენი ნაცი. ჩემი პოპო, როგორი კარგი ციხეა. ზვიადაძეც მოვიდა. ნათი, მე და თეონაც ვილაპარაკობდით, რომ ერთმანეთს ჩვენ სკოლაში ხო გვარებითაც მიმართავდეთ, მაგრამ გავიდა რამდენი წელი და ჩვენ ისევ გვარებით ვილაპარაკებით ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენ გგონია და მე ასე მგონია თეონა მიცხოვრებს კიო ესეო, რომ ეს არის სიყვარულის ბრალი. ანუ ერთ-ერთი კნინობით ალერსობითი მიმართვა თანაკლასელების. ანუ ბავშვობიდან გამოსვლა არ გვინდა. ასაკის მომატებასთან დაკავშირებით. და მოვიდოდი და შეგხვდებოდით, მე ვიყავ სკოლაში, მე და ანანო ვიყავით სკოლაში, ჩვენ სკოლაში და ჩემი ბავშვობა და ჩემი მართლა ძალიან დიდი სიყვარული დევს იქ იმ კედლებში და შენთვის რა არის ახლა ეს ჩვენი სკოლას და კლასი? ჩვენი სკოლა ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ჩემთვის, ოჯახიდან დაწყებული და თქვენით გაგრძელებული. რა ვიცი, ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ის ნაწილია, რომელმაც შემძინა ასეთი მეგობრები, სადაც მიხარო და მისვლა, მიყვარს მისი კედლებიც, ამ სკოლაში გაიზარდა ბევრი თაობა ჩემი ოჯახიდან და რა ვიცი, ჩემთვის უძვირფასესია ის, სადაც დაიწყო ჩვენი ერთად ისტორია, ჩვენი ისტორია ერთად, უბრალოდ. ხო და თეო და ორივეს გეკითხებით, როგორი რაღაცა მაქვს, რომ შედიხარ ჩვენ სკოლაში და ძალიან დიდი კიბეები როა, მარმარილოს კიბეები და პატარა რო ვიყავით, ხო, ანანოს ვეუბნებოდი, ეს კიბეები მეგონა ძალიან დიდებული, მაგრამ გავიზარდე და
მაინც დიდებული მგონია. მაინც ესე მგონია. არის მე მგონი კი ძალიან ლამაზი და ესეც შესაძლოა გრანდიოზული კრიკივები. აი თითქოს სიმბოლურიც არის. ნამდვილ ცნობილ ადამიანს აუვლია და ჩაუვლია. ახლა ცოტა ლირიული გადახვევა ის სარკე თუ გახსოვთ, რომელიც ძალიან აღწომებდა ამ კიბეების თავში. როგორ არა. მე კიდე იცი რა მახსოვს რომ ჩემს სხვა მეგობრებს ვეუბნებოდი რომ ჩემს სკოლაში არის სარკეები და ყველას უყვირდა რომ სარკეებია შენ სკოლაში. ნათია იყო ის ადამიანი ვის დაბადების დღესაც ვიყავი პირველად, ოღონდ შემეშალა 20 დეკემბრის ნაცვლად მივედი 24 თებერვალს და მივიტანე ძალიან დიდი თოჯინა. არა უშავს, ჯობია მიდრე არა. და ნათიამ თქვა რომ მე უკვე დიდი ხანია გავხდი 6 წლის 6 წლის ნათია ჩვენზე პატარა ხო მე ნათი რომ მოგიტანე თოჯინა. ანუ ხა საინტერესოა რატომ მოვიდა ორი თვით გვიან. სოფოს მამი და შვილების ერთ-ერთის დაბადების დღეს ემთხოვდა ჩემი დაბადების და აერია მეორე დაბადების დღეში და ამ დროს ესე იგი პირველად ყო შენთან სახლში ხო პირველად იყო ჩემთან სახლში და თან მახსოვს მაშინ ჩვენი მასწავლებელი გვეუბნებოდა ხოლმე რომ აუცილებლად რომ მიხვალთ ფორმას დაკიდეთ და ასე შემდეგ და შეგამოწმებთ ხო რომ მოვიდა ხო გამეხადა მაგრამ თან უცებ იმდენად მიამიტები ვიყავით და ყველაფრის ჯერო და უცებ გამკრა თავში რომ ვაიმე ფორმა თუ მაქვს დაკიდებული თან მიხარია და თან დარდობ რო შემოვიდა სოფო ამ თოჯინით და ვარ აღტაცებული თან ეს დარდი მაქვს და ვეკითხები სოფო ხო არ ეტყვი ლულუ მასწავლებელი ფორმას საკითხზე რო არ გამწარებელობა მე შევპირდი და სრული სერიოზულად ხო მე თავი მიმართლე რომ ეს მხოლოდ ამ დღეს მოხდა სვადასხვა არ ხდება. მოწესრიგებული ბავშვია. და რადგან გუგუ მასწავლებელი ახსენა ჩვენი პირველი მასწავლებელი, რომელიც თეონას მეზობელი და ძალიან ახლო ადამიანი იყო. თეო შენ გაიხსენე გუგუ მასწავლებელი. არა მარტო სკოლაში ყავდა, სამეზობლოდაც ყავდა. სამეზობლოდაც. ხო და აი გავედანი ლულუს გამსახურება ნამდვილად რომ მე დავამთავრე მეორე საშუალო სკოლა, იმიტომ რომ ბავშვობაში ვიყავი თურმე ძალიან ცელქი და აი რომ ეს სიცილკე როგორმე დამეთრგუნა თუ როგორ დამეძლია ხო ესე რომ თქვა ჩააბარეს ლულუს ჩემი თავი და აი ესე შედეგი როგორი მივიღე შედეგი ძალიან კარგი იმიტომ რომ ყველაფერმა ერთად და სხვათა შორის ამდენი წლის შემდეგ მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა რომ ლიკლიკაძე არის ყველაზე სერიოზული ჩემს ირგვლივ ხო თეო დავი ხარ ზოგჯერ ხოლმე სადაც საჭიროა რა თქმა უნდა თორე მეგობრებთან და ახლობლებთან ვარ ის რაც უნდა იყოს ხო რა თქმა უნდა ადამიანი და კიდე მე მინდა რომ ხა ნათი ამას გითხრას რატო უნდა გვიყვარდეს ქუთაისი გვიყვარდეს არა რატო გვიყვარს ქუთაისი თეონა მიპასუხა ყველას თავის ახსნა აქვს ალბათ ქუთაისი ჩემთვის იმიტომ რომ ჩემი მშობლიური ქალაქია ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს ამ ქალაქთან ჩემი ნაცნობოწრე ნათესავები მეგობრები კოლეგები ჩემი სტუდენტები რა ვიცი ძალიან ბევრი რამ და ეს ქუჩები და ირგვლივ ყველაფერი ძალიან ნაცნობი და საყვარელია ჩემთვის ამავდროულად ნუ ეს ყველა მიცის რომ ქუთაისი ჩვენი ქვეყნის გულია მაჯისცემა ისტორიულად ქუთაისიდან მოდიოდა მთელი საქართველოსთვის რა თქმა უნდა სხვა ქალაქებთან და სხვა მხარეებთან ერთად სუბუქი როგორც გაბრიაძის ნაწარმოებებშია მხიარულიც რა ვიცი ძალიან ბევრი რამე არის გამოც ალბათ ქუთაისი უნდა გვიყვარდეს და ერთ-ერთი გვიყარს კიდეც კი და აი ამ სითბოს დამსახურება ჩვენ მეგობრობაც და ნათესაობაც და ნათლიანობაც მოდი ასე ვთქვათ მე ისეთი გახარებული ვარ ახლა აქ თქვენთან ერთად რო ვარ და ის ყავასთან ერთად რო ჩამოვედით და თეონას ვუთხარი რომ ის ყავა ხო ჩამოვიტანეთ მაგრამ აქაც დავქვა ის ყავა მოდი ჩვენ შეხვედრის სიყვარული ძალიან დიდხანს გაყვარდა და ჩვენი კლასელების მოვიკითხოთ აუცილებლად მოვიკითხოთ გვიყვარხარ ჩვენი ბასასუნები ჩვენი ბასასუნები და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
დიდი ძალიან საყვარული. გიყვარხართ. მოგიკითხავთ ყველას, მიყვარხართ, მალე ერთად შევიკრიბოთ. აუცილებლად და კიდევ ის თქვათ რომ ჩვენს ჯგუფს კლასელების ჯგუფს კი ბასასუნები. და ასოციაციო სახელია შეიძლება, მაგრამ მოფერებით. მოფერებ. გვიყვარხართ. ის ყავს უყურეთ. და გამოიწერეთ.